σήμερα 11 ოქტომბერია. ახლა მივდივარ ლილესთან რომ გამოვიყვანო სკოლიდან. არის საშინელი ხარი. სიცივე გუშინ და გუშინ წირიფო იყო. მაგრამ თქვენ ხო იცით რომ მე ხარს ვერ ვიტან. წვიმას ავიტან, თოვლს ავიტან, მაგრამ ხარს ვერ ვიტან. მაგრამ არა უშავს. მივდივარ რომ გამოვიყვანო ლილეს სკოლიდან და თან განახებთ ხუთ კაცს ეხა ზემოდან ჩაისმევს და პრინციპში თქვენ არა ჯერ არ ჩამისვია. სახლშიც გადავუყრე ვიდეოს, სანამ წავიდოდა სკოლაში. ქუჩაში ძალიან ბევრი დადის კოსტუმით და საყვარლები არიან. ძალიან. ვნახოთ როგორი ემოციები აქვს და კანფეტები თუ ექნება აგროვებული. შევხედოთ. ლიზა ესე მყავს შეფუთული რომ ხარმა არ დაუყევოს. არა დედა რა დრო სამერია ჯერ ზამთარი არ დაწყებულა. ძალიან ბედნიერია. უფროს კლასებში ყოფილან და იქ კანფეტები აუგროვებიათ. და? თოვლი დაიწყება? თოვლი ალბათ დაიწყება ზამთარში. მეგონი ერთი წუთი. არა დედა, ჯერ არა. დეკემბერი რო დაიწყება მერე დე. ყველას უკავია ეს აფილოსფერი ვედრა. და შენი მაშია. ვედრაში ჩაყარე შენი კანფეტები ია სამწერ ვედრაში? თუ გაგიწყდა, თუ რა დაემართა? და ვეღარ გაუძლო. Thank you. Thank you. Thank you. ნელა დე. ჰა? და ხა. შენ მოვიდა ხა. კი.
მოდი აქ ხა. რაც გაქნით ამახუდა. რადიკალია შეშო. არა გაგივლის ახლა. ეხლა გწელა ხოლმე. მაშინსაც ვანახოთ.
არა მაჯები მუქი ცოტა სოსო მოდი აბა ერთი წუთი აი ეს ზომები თუ არის მე მგონი უკან და ეს კარგია სოსო მოდი მე თორე წერია ხასები რატო არ წერია დღეს რა ხდება ვეღარ ვასვენებ ამათ იქეთ ერთი წუწუნებს ერთი შვილი აქეთ მეორე შვილი და ყველაზე დიდი შვილი რომელიც არის ის აქეთ წუწუნებს სად გავიქცე მივიდივარ სახში ლიზას და ლილას უყიდეთ ყველაფერი მაგრამ დუტის კურტკა მინდოდა ჩემთვის რაღაცები კიდე, მაგრამ საწუხაროდ დედისთვის მე დრო აღარ არის. შვილებისთვის არის, დედისთვის აღარ არის მე დრო. ერთად აჯანყდნენ სამივენი. ამათ ყველას გავყიდი სამივეს ერთად. ფასები აუქციონს გამოვაცხადე. ყველაზე ძვირი ეზღის. ნახე იმას რა სახეა, იმას რა სახეა უყურე რა სახეა. რატო იბუტება არ გაინტერესებს პიცა უნდა. აჰა, ამის ხელში ხარ აკურტყა უნდა ვიყიდო, აი ეს უყურე რა სახეა კაი. საბოლოოდ დამშვიდნენ გონი და კურტკის ყიდვას ვასწრებ, რა ვიცი, იმედია მოვასწრებ. იმედია. თუ იყო რამე გონი ეს არ ვიცი ჯერ. უკვე სადღაც 1 საათია რა სახლში ვართ. ძალიან დავიღალეთ, ძალიან. მე ნერვებიც მომიშალეს მამაშვილებმა. ყავა დღეს არ დამილევია საერთოდ და დაახლოებით 8 საათი ხდება საღამოს ეხავსო. ხო და ლილეს რაღა იყო და ლიზას ახლა რო გითხრათ რომ ღმათ ძინავს არ ძინავს ღმათ, მაგრამ ჩუმად არის რაც თავარია და ბარე მაქვს მომენტი რომ განახოთ რა შევიძინეთ. თავიდან ძალიან გავპრასდი, იმიტომ რომ ვერ მოისურვე სოსომ ბავშვი. იმაშობა უწუწუნებსო მალე ქენი ხა დროდადი ხარ საყიდლად, აი მალე როგორ უნდა არჩიოთ გამაგებ ნაუცბათე ვინაყიდი და გადარგვენაზე ნაყიდი კიდე როგორ გამოგვადგებოდა ჩვენ ხო კარგად ვიცით ქალებმა მithumedes არა? ჯერ მარტო რომ მივდივართ, ჯერ ისეც არ მეყვარს შოპინგი. აი წასვლა და ყიდვა არ მიყვარს. მირჩევნია გამოვიწერო. თან ზუსტად ვიცი ზომებიც ყველაფერი, ჩემ შემთხვევაში, ბავშვების შემთხვევაში არა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მირჩევნია რომ სახლში ვიყო და გამოვიწერო, ვიდრე ვიარო, იმიტომ რომ იშვიათად ხდება ისე რომ მარტო მეწავიდე, შემთხვევაში მაინც მივდივართ ბავშვებთან ერთად და აი ეს პროცესი, ну ბავშვებიც რო არ იყვნენ, უფრო მომწონდა ადრე, სანამ გავთხოვდებოდი სიმართლე გითხრათ მაღაზიებში სიარული. ადრეც დიდხანს არაო, ხონდ რა, აი პირველი 1.5 საათი 40 წუთი ხო, მაგრამ მე ძალიან ბეზრდება ეგ პროცესი. მე ვიცი ადამიანები რომ მიცე საშუალება მთელი დღე შეუძლია მაღაზიებში იაროს და მე არ მიყვარს, არ მხიბლავს ეგეთ რაღაცები. ხო და გაიგიზეს თავი, აქეთ ლილე მე ტუალეტში მინდა, შია, ის იქეთ წუწუნებს, სოსო აქეთ დაღლილია, ხელში უკავია, ხანკალიაც კაში ყავს, მე დავდივარ, ვარჩევ ჯერ ბავშვებისთვის.
ხო და ძალიან გაუბრაზდი მე რომ ჩემს რომ მიდგა საქმე უკვე მეთქი ჯანდაბას ჩემ გულში ვიძახი მთავარია ბავშვებს ვუყიდე და ჯანდაბას წავიდეთ სახლში არ დავეძებ არ ჩემს კურტკას და არაფერს და გიჟივით კი ვარ მაგრამ ნუ ჩიო ხო და მოკლედ რა ქაოსი საგიჯეთ დავიწყოთ ჯერ ბავშვების ამით რა ქვია ბავშვების ორივესი ერთად ლიზასიც და ლილესიც დაჯდა $209 ლიზასიც და ლილესიც ლიზასთვის მინდოდა რაღაცა დუტის კურტკასავით აი ლილეს ქონდა კარგი კომბინეზონი არც ვიცი ის კომბინეზონი სად არის თბილისში სიტყვას რომ გამოვაგზავნინო მაგრამ აქაც ვიყი ძალიან სქელი კომბინეზონები კი მაქვს ნაყიდია ფუმფულები მაგრამ აი დუტი მაინც სხვა არ იმიტომ ხა დეკემბერში და იანვარში ხო აი ეს მაინც უნდა ბავშვ დუტი და ის ფუმფულა ღუნღულაც კაია მაგრამ ნუ ერთი მინდოდა რომ ქონდა დუტი მაგრამ არ იყო ფიზიკურად არ იყო ამიტომ საერთოდ არ ვუყიდე მსგავსი არაფერი ეს კომბინეზონები რაც აქვს თბილი ჯერჯერობით ეგეც საკმარისია თან ადიელასაც ვაფარებ ხოლმე და პლუს ქარსითის გადასაკრავი ხო იცით რაც აქვს და ნაკლებად შედის სიცივე. ვაი, მე რა ლამაზი სათამაშო მოგივიდა დე. ტონდი გაკეთე. ой. ოპს. თავი თმები მოძრა. ой. მიდი დედიკი გამოიღე. ესე იგი დავიწყოთ პირველი მოვიღე ეს წინდები ლიზასთვის $5 ღირს პრიმარკში. მე მივდივარ ან პრიმარკში ან ბურლექტონში. სხვაგან ჯერჯერობით ფინანსები არ მყოფნის და იმ ლეველზე რო ავალ რომ ფინანსები მეყოფა მე სხვა მაღაზიებსაც ვესტუმრები ხოლმე. აქ არის სამი წყვილი. ესეთი ღია ვარდისფერი, თეთრი და ისეთი. ძალიან კარგები სქელები. სარენ თქვენთან ერთად, ჰა? მე ვიშურს არის. არემ დავხსნი ამათ, ხო, თორე მე დამეგარება. ხო და ეს ღირდა $5, სამი წყვილია. ძალიან სქელია და თბილია. ეს არის 3-დან 6 თვემდე. არა, 0-დან 6 თვემდეა ეს წინდები. აი იმდენი რაღაცები მოყვება, აი რო ხსნი, რომ აი ერთი ვაგონი დაგროვდება ახლა. შემდეგ ისევ ლიზასი 0-დან 6 თვემდე რეიტუზები, იგივე ფერებია, ვარდისფერი, მუქი და ღია და თეთრი. 3 ცალი $9. $9, ესეც მოვხსნათ. თქვენთვის ამოვჭრე. ამებს მონტაჟის დროს თქვენ არ განახებთ, იმიტომ დრო მიაქვს ბევრი. ნელა დამიქციო. კარგი გემრიელი ზომებია რა, კაი ხანს თელი ზამთარი ეყოფა ფაქტიურად. შემდეგ არის ლილესი ამოვიდა ახლა და მოაჭრაითი. და ნოემბრის ბოლოს ვუყიდი ბუგებს. ახლა ესენი მაღალყელიანი თბილებია შიგნიდან სქელები. ესეთი. ეს ღირდა გითხრათ ხოლმე ეს ღირდა $20. 20. როცა ყავა არ გაქვს დალეული და დალევ. უნდა დეკიქთ ხო რა. თელი დღე რო გინდა რომ ყავა დალიო და რო სხვა შემდეგი რა მოგვივა, შემდეგი არის ტრუსები, ლილესი. 6-დან 7 წელზე ავუღე. არის შიგნი 6 ცალი. სხვანაირები უკვე აი ესეთები ვუყიდე. ადრე სხვანაირებს ვყიდულობდი და აი აქ ტკენდა რა, ისეთი ის ქონდა ნაკერი, რომ ტკენდა აი ამ ფლაჯებში და ეხლა სხვანაირად ესეთები აღვყევ, რომ მაღალწილიანი ცარი და გემრიელი გამოსაყენებელიც იქნება. რა გიყვა ეს ოღონდ მოიცადე? ლილე, ეხლა შენ იმდეს ისევ ყავას დამიქცევ.
$11. 6-იც არის 11. ესეთი დათუნიები. საყვარლებია მოკლედ რა. ეს ღირდა $8. ხელთათმანები, ესეთები. ასევე ლილესაც უყიდე რეიტუზები 7-დან 8 წელზე, იმიტომ რომ ამის ზომები პატარები აქვს. 5-6 წელზე პატარა აქვს რეიტუზები და ამიტომ დიდი უყიდე 3 ცალი და ღირდა არაწერია ბავშვობა. სადღაც $12 მე მგონი როგორც მახსოვს, მაგრამ ასე არაწერია. კარგი ზომა. რეიტუზი 3 ცალი. ესეთი ღუნღულა, წითელი ქუდი ძალიან მომეწონა. ნახეთ რა ლამაზია და როგორი ღუნღულა არის. ღირდა $7. ესეთი ერთი ხუდი უყიდე 2 ცალი როგორც მახსოვს. უნდა გაცინოთ ახლა ლიზას რა ვუყიდე. მე მიყვარს ზოგადად ბავშვების მაიმუნობა. ლილეც რო იყო ამხელა, სულ რაღაცა მაიმუნურ რაღაცებს უყიდულობდი ხოლმე და ლიზაც ახლა ისეთი ასაკი აქვს, რომ დავტკბე ამ მომენტით. ამა ჩუკულეთ. არის თუ არა ეს მატრაკვეცობა? არის თუ არა ეს მატრაკვეცობა? აი ისინი უკიდეთ. ოღონდ რა ვერდა ეს მიცადე? ესეც ღირდა $9 არა $10. 10. ლიზასაც უყიდე 2 ხუდი. $9-იანები. არა, ეს 5 ღირს, ეს 5, ის იმეორის გაჩვენებთ. ეს 5. ესეთი და მეორე არის შედარებით დიდი და თან საახალწლო თემატიკის, ეხლა რომ მთელი ნოემბერი-დეკემბერი დაიფარებს რა. ძალიან წაყოლილია. 2 ცალი ქუდი. ტუსები 2 შეკვრა მიყიდია. 12 ცალი ანუ ჯამში, კაი მიქნია და მოუწყდა 2. თან ეხლა გამახსენდა ხო ერთწუღებულობი და სოსო მითხა 2 უყიდეო, რომ 2 შეკვრაო, რომ გქონდეს დიდხანსო და გამახსენდა. ეს ღირდა $11, ეხლა რასაც განახებთ. ასეთი ბოდი საახალწლოდ. ეს და ეს ქუდი ნაკით ესე კვალელი იქნება. ესეთი ბოდი გოგოშკას. შემდეგ 2 ბოდე. ესენი ღირდა $16 2 ცალი განახებთ ახლა. ეს არის ელვაზე. ესე და არის გახსნილი, იმიტომ რომ აღარ მინდა ჩავაცვა ეს ახლა საახალწლო მომეწონა ძალიან და ავუყე და შეკრული ფეხზე აღარ მინდა რა მინდა რომ ესე გახსნილი იყოს, იმიტომ რომ მოტორიტისთვის ძალიან ცუდია მთლიანი ბოდეები. ზოგადად დაახლოებით 4 თვის მერე უკვე ძალიან ცუდია. ეს არის 6 თვემდე. ანუ თებერვლამდე, მარტამდე ჩაიცლებს თებერვალამდე რა. ესეთი ერთი და ესეც იგივე ელვაზე, მეორე 2 ცალი სქელები. შემდეგ ლილესი ორეული, სპორტული, ყველაზე აი კომფორტული დარწმუნებული ვარ მშობლები და მითანხმებით რომ საქართველოს ყველგან ესია. სკოლაში ბავშვებს, ბაღში თუ სკოლაში ორეულები, სპორტულები არის ყველაზე კარგი. ეს არის ორეული, სვიტრი ესეთი. ესეთი ლამაზუკა, ოვერსაიზის სვიტრი.
და მისივე შარვალი. სქელი თბილი შეგნიდან ასე. ოღონდ ეს რა გიდა რო გადავაგდე? $28 და აი ეს. აი ეს შადა ის ზედა $28. ეს ღირდა თუ წერია ახლა ამის ფასი აქვს. ეს არის ორეული ესეც იგივე. ეს არის ზედა და ლამაზი ფერია ძალიან ესეთი ფერი ჯერ არ ქონია რა. ესეც შარვალი. ძალიან საყვარელი იქნება ორივე ერთად. ამას ფასი არ ეწერა. მე ვუყიდე კიდევ 3 ორეული ვუყიდე რა, 3 სპორტული. ესეთი სტიჩი არის ჩვენი ფავორიტი. ანიმაცია ოჯახს ჩემი და ლილეს. ოღონდ შარვალი არის მიკი მაუსის. ესენი შევუხამე რა უბრალოდ. ცალ-ცალკე იყიდებოდა და შევუხამე. ესეთი შარვალი მაჟეტებზე ესეც და მიკი მაუსი და ესა. მინი და დაკის ეს არის თუ რა ქვია ამას რაღაც. ეს და ეს მე თვითონ რა ავაწყე უბრალოდ რა. 3 სპორტული გამოვიდა და მთელი ზამთარი ვართ თავისუფალი. ზამთრის რაღაცები ერთადერთი გუგები მინდა ვუყიდო. ჯერ აჭირდება არ არის ეგეც ციცივები, უფრო ნოემბრის დეკემბერი რო დაიწყება დაჭირდება უკვე. და კურტკა, რომელიც მინდოდა, იმის ზომები არ მოერგოლილეს. ანუ მორგებით მოერგო, მაგრამ სვიტრს რო ჩაიცმევდა შიგნიდან, ვეღარ ჩაიცმევდა მე იმ კურტკას ზემოდან რა და საბოლოოდ გადაწყდა აი ეს მოდუტო. მაჟეტები აქვს მაჯებში. ჯიბეები თან ისეთი არ ვაი წვიმაში რო წყალი არ შეუვა ხო აი ეგ რაღაცა. ეს ზურგი და 20 რამდენი ყიდა 25 მე მგონი. რა დღეს აჭირდა პრიმარკს არ ვიცი, ადგილზე ფასები არ ეწერა. ამას ჩაცმულს განახეთ ამ კურტკას. ეს იყო და ეს ბავშვების, ხო? მე ხოხელი არ გადავყარო რამე. ბავშვების მეტი არაფერი. ეხა განახებთ ჩემსაც, რა ვიყიდო და ჩემი დაჯდა ზუსტად $109. ერთი ესეთი შარვალი, ელასტიკი. ლილესთვის თუ სპორტულებია პრაქტიკული, ჩემთვის ელასტიკები. ზომები რაღაც და ფასი დაახლოებით მგონი 10 თუ რაღაცა იგი 12 რა. ესეთი სკელი. ჩემთვის ძალიან კომფორტულია. და აი დაბლა ესეთი განშო. ხა, ხვალე არა, ხვალე დასვენება. დაბლა მოტკეცილი არ არის რა, აი ცოტა ფართოა. ჰა? ჰა? და ხვალე კათოლიკინი? არ ვიცი, ნახოთ. ესეთი ერთი სპორტი, ეს არის ელასტიკი. და იგივე არის სხვანაირია, ესეთ მეორე. არა იტენება. ნახავ. იტენება ლილერას ნახავ. ესეც. ესეთი. ესეც გაშლილი. გაშლილია, არა ეს ეგრებით ვიწყო. ვიწყოა ეს, მაგრამ it's okay. ხო, ესეთი მეორე. არ დატენილა ჯო. ესეთი ორი ელასტიკი მოკლედ, ელასტიკ შარვალი რა ვიცი. ერთი მაიკა. თქვენ არ ვიცი რამდენად შეგიძლიათ $14 ღირდა ეს მაიკა. თქვენ რამდენად გაქვთ შემჩნეული არ ვიცი, მაგრამ მე არ მიყვარს ზოგადად სვიტრები. სვიტრი მაქვს ალბათ 2-3 ცალი. ისიც აი როგორი ამინდებისთვის იცით, აი ყინვები თუ დაიწყება დღე, თუ იქნება რაღაც ყინვა და აი არა ეს არის იმის ბრელი ვარ პუტკუნა, არა ვარ მცივანა. პუტკუნა ადამიანები იშვიათად არიან მცივანები. ხოლო მეც
არამცივანა პუტკუნა ადამიანების, ახურებული პუტკუნა ადამიანების რიგში შევდივარ. ესეც oversize მაიკა, მიკი მაუსებით და ამბებით. აი ეს არის ჩემი სტილი, მთელი ზამთარი. მაიკა, კურტკა ზემოდან, ან მაიკა, ჟაკეტი და კურტკა ზემოდან. ან სვიტრები. ჰა? წაის. ესეთი მაიკა. კურტკა, რომელიც მე ძალიან მინდოდა, შარშან ჯერ კიდე შარშანდელიდან. მინდოდა ძალიან. შარშანაც იყო ეს შემოტანილი, მაგრამ ეს ამასაც ფასი არ აწერია, მაგრამ $40 დებდა დაახლოებით. ამასაც განახებთ ჩაცმულს. შარშან იყო, მაგრამ არ იყო ზომები. ეს მინდოდა, აი უზომოდ ეს კურტკა. ამას აქ კნოპკები აქვს, თუ გინდა ფართოდ გესმევა, თუ გინდა ესე დააწვრილებ მაჯას. ესე არ არის სკელი, როგორც მე მინდოდა. ანუ არ მინდა რომ დამცხეს, გარეთ როცა დავდივარ, არ უნდა მცხელოდეს, არ უნდა ვიყო ჩახურებული რა და ზუსტად ეგეთია და გრძელია, საკმაოდ გვერდზე ესეთ ჩახსნილია. 40 ჩაცმულს განახებთ, $40-მდე არც კი, $40-მდე მივეცი რა. так, კიდევ წინდები ვიყიდე ჩემთვის. ალბათ კითხვა გაგიჩნდება და ხალხაცოებს სოსოსთვის რა ხდება უნეტაო. სოსოს ესეც წინდებს ვიცმევ. შე შემთხვევაში $5 გერდა. და ვიყიდე ბოტასები, რომელიც ბოტასი რა კედები რა. $25 მივეცე. ასევე ზამთარში მაცვია კედები და ვიყიდი ახლა მაშინ დეკემბერში უგები, ოღონდ ჩამოსაცმ ჩუსტები უგები და არა ისინი ბუგები არა, უგები. ჩუსტები რომელიც არის ის. ეგენი მაცვია მთელი ზამთარი და კედები, მეტი არაფერი. ასევე არ მიყვარს აი ეს ბათინკები და ეგეთი რაღაცეები. აი ეს ვიყიდე $25 ღირდა ეს ფეხსაცმელი. ძალიან კომფორტულია ფეხზე და სხვათა შორის ზოგადად 39 მაცვია, მაგრამ ეს 38 მომივიდა, 39 დიდი იყო ამ დიზაინში რაღაც. ფერები იყო შინდის ფერი, ესეთი ფერი იყო მთლიანად, მაგრამ სოსოს რო ვკითხე და იმასგან ყველაზე მეტად ეს მოეწონა. ხო და მოვიღე ეს $25. всё, ეს არის ჩვენი ნაყიდობები და სოსოს წინდები გენაცო. არა, არის ფიქრობთ რომ სოსო იჩაგრება. უბრალოდ სოსოს ეზარება, ძალიან ეზარება ხომ მაღაზიაში სიარული და მე თვითონ მარტო მიდის ხომე და მარტო ყიდულობს ოღონდ სადღაც სხვა მაღაზიებში. სოსოს ძალიან ეზარება. ყიდვა. ესე თქვა რომ თავარია თქვენ მოგიშოროთ და მე ვიყიდიო მე ჩემთვის ესე თქვა. მართლა. ხო, აი ესე ჩემ მეგობრებო ეს წინდები ყველაზე კარგი წინდებია. ხო, ესე და ეს. ეხლა განახებთ ჩაცმულს, ჩემზეც კურტკას და ლილეზეს და ტანსაცმელს კიდე შეგადაში ვნახავ ბლოგებში, როცა ჩავიცნო. დადე, ეგ არის პომადა, შვილობ, ნუ გამიფუჭებ ეხლა, ხო წაისვე უკვე პომადა. დააფარე თავსახური, პომადაა ეგეც, კაცო. აი, მომისპო ყველა პომადა, ხალო. მოდი ეხლა კურტკა განახოთ ეხლა მეც და სალირემას ჩაცმული. ესეთია ლილეს კურტკა, მოტრიალდი. ესე, მოტრიალდი და უკანაც ნახე. ხო მოკლედ რა. ესე მოგწონს შენი კურტკა, მოტრიალდი. ესეთი კურტკა გამოგვივიდა. აი ესე გამოიყურება. უკადაც ის არის. ძელია. ჯიბებიც აქვს. იქნება თორემ კაპიშონიც აქვს და აი ძალიან მომწონს ძალიან. მეც მომწონს ძალიან. ესეთი გამოგვივიდა ნაყიდობები დღეს. ძალიან ყოფილი ვიღაც ორივენი, ხო?
ვიდეოს დაბლა აღწერაში არის ჩემი TikTok გვერდი და ასევე Instagram გვერდი. TikTok-ი აუცილებლად გამოიწერეთ ბავშვებო, იმიტომ რომ იქ დაიდება mini vlog-ები, შედარებით ხშირად ვიდრე YouTube-ის ხანგრძლივი და გრძელი vlog-ები. მინდა რომ იქ აურობაც ესე ვთქვათ ამოვწიო ზემოთ და ზემოთ, მინდა რომ იქაც ვიყო აქტიური, მინდა რომ Instagram-ზეც ვიყო აქტიური და მინდა რომ აქაც ვიყო აქტიური, ასე რომ ვისაც ეს პატარა mini vlog-ები მოგწონთ, შეგიძლიათ რომ TikTok-ზეც გამომიწეროთ და Instagram-ზეც ორივე გვერდის ლინკი აღწერაშია დაბლა და მოკლედ გელოდებით იქაც და აქაც და ყველგან საერთოდ. ეხლა კიდე დაგემშვიდობებით. მადლობა რომ უყურეთ ჩემს vlogs, ვისაც არხი არ გაქვთ გამოიწერეთ და ვინც ბოლომდე უყურეთ ამ vlogs, ყველა მიასამნისფერი გულები დამიტოვეთ კომენტარებში. კოცნით და